ნინო ბურჯანაძის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს დღეს პრესაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის წერილობითი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და პრეზიდენტს მოუწოდებს შეცვალოს მმართველობის პრინციპები. ყოფილი სპიკერი მოქმედ პარლამენტს ერთპარტიულ ფიქციას უწოდებს. აგვისტოს მოვლენებზე კი პასუხისგებლობას ყოფილ თანაგუნდელებს აკისრებს. ნინო ბურჯანაძის ღია წერილს დღეს უმრავლესობაც და ოპოზიციაც გამოეხმაურა. ხელისუფლება, რომელიც ადეკვატურად ვერ ხედავს და ვერ აფასებს საფრთხეს, ნამდვილად უუნაროა ეს საფრთხე თავიდან ააცილოს ქვეყანას, ან ამ საფრთხის პოზიტიურად გადაწყვეტა შეძლოს. ამიტომ მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, ხაზი გამესვა ამ საფრთხისათვის ქვეყნის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში. და მეჩვენებინა არა მხოლოდ თავად საფრთხე, არამედ საფრთხის თავიდან აცილების გზები და მექანიზმებიც. არჩევნები აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მაგრამ არა ერთადერთი და არჩევნებამდე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ არის გასაკეთებელი. იგივე მედიის თავისუფლების პრობლემაა მოსაგვარებელი, რომ ადამიანებს ადეკვატური ინფორმაცია ჰქონდეს, ადამიანებმა იცოდნენ რა მოხდა, რა საფრთხის წინაშე ვდგევართ. ეს ხელისუფლება თავის ხალხთან ერთად აგრძელებს უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას, ომის შედეგების ლიკვიდაციას, სოციალური პირობების გაუმჯობესება და რეფორმებს აგრძელებს ამ ქვეყანაში და შეიძლება ქალბატონის პოზიციას ალბათ საზოგადოებრივ თავად განშეს საკუთარ დასკვნებს გამოიტანოს, სამართლიან დასკვნებს გამოიტანოს მის პოზიციაზე. არც მაშინ ქონია ქალბატონის დისკომფორტი იმაზე, როცა ოპოზიცია შიმშილობდა მის მისაღებში, რომ არ ჩატარებული, არ მომხდარიყო კონსტიტუციის ცვლილება 75-ზე და ქალბატონის ხელდასხმით მოხდა ეს ცვლილება. ყველამ უნდა იყოს თავისწილი პასუხისმგებლობა. უნდა იყოს თავისწილი პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ 5 ნოემბერს ქალბატონი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და 5 იანვრის არჩევნები არის პირდაპირ დაკავშირებული ქალბატონის პასუხისმგებლობასთან, იმიტომ რომ მას შეეძლო გაყალბებების ის ტალღა აეცილებინა და მას შეეძლო ის, რომ ქვეყანა წასულიყო მართლა დემოკრატიული განვითარების გზით.